რამდენიმე წლიანი წყვეტის შემდეგ დათო ხუჯაძე ისევ ქართულ სცენაზეა. ამ წუთებში რუსთაველის თეატრში სოლო კონცერტს მართავს. მუსიკოსი ცნობილ ჰიტებსა და ახალ სიმღერებს გუფი ლენდთან ერთად შეასრულებს. კონცერტი საქველმოქმედოა, შემოსული თანხაკი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და 21 წლამდე ასაკის ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას მოხმარდება. შორენა კოპალეიშვილი გვერდდება ახლა პიტერ ეთერში და გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს კონცერტი რუსთაველის თეატრში. შორენა. მოგესალმებით. დიდი ხანია დათო ხუჯაძეს ასეთი გრანდიოზული სოლო კონცერტი თბილისში არ ქონია, ამიტომ როგორც მოსალოდნელი იყო აქ უამრავი მისი ერთგული მსმენელი შეიკრიბა დღეს. რუსთაველის თეატრის აკადემიური სცენიდან მომღერალმა კონცერტის დაწყებისთანავე საკუთარი რეპერტუარით დარბაზში შექმნა განსაკუთრებული განწყობა. დღეს აქ გუფი ლენდთან ერთად ის კარგად ცნობილ სიმღერებს შეასრულებს და გარდა ამისა, ასევე წარსდგება დათო ხუჯაძესთან ერთად ჯგუფ სახის რეპერტუარიდან ძალიან ბევრი კარგად ცნობილი სიმღერით და დღევანდელი კონცერტი, როგორც ცნობილია, მომღერალმა ქველმოქმედებას უწევს. ძალიან ბევრი ხალხმა ისრომა საღამოს რო ეს შემდგარი იყო. მე მგონი ეს პირველი ესეთი ქართველი მომღერლის ესეთი ფართო მასშტაბური კონცერტია, რომელიც გაკეთდა და მე მინდა რომ ყველას ვისაც შეგძლებთ ამის უნარი და ვიცით ბევრი ხართ ესეთები. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ლეგენდარულ გუფისთან ერთად და მის ბენდთან ერთად მიწევს და ჩვენ რაც თავარია რომ მე და დათომ გადავწყვიტეთ რომ ერთად კიდევ ვიმღეროთ და ეს ალბათ იქნება იმის ნიშანი რომ ჩვენ კიდევ ხშირად ვიმღერებთ ერთად რა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ძალიან სასიამოვნოა ეს ადამიანთან ერთად ყოფნა. ყველაფერი კარგად არის და ცხოვრება არ მშვენიერი. ესეა ზუსტად. დღევანდელი კონცერტი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება, შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება.